არ მიყვარს ხოლმე საკუთარ თავზე ლაპარაკი. მაგრამ იქნებ ვინმე საინტერესოს. მე ვარ მერაბ ყოლბაია. გავიზარდე, დავიბადე აფხაზეთში. ჩემს აფხაზეთში. ბავშვობა გავატარე გალში. ბავშვობისას ძალიან მეყვარდა მხატვრული ლიტერატურა. დავდიოდი ბიბლიოთეკაში. რადგან მინდა მოვხედრილიყავი სხვა სამყაროში. უფრო ნათელ სამყაროში. ეზოში ვდგამდი ხოლმე წარმოდგენებს. თოქს გავშლით, საბანს ჩამოვკიდებდით, ბავშვები და მართავდით წარმოდგენებს. ეს იყო თეატრი ერთი და მეორე კიდევ იყო კინო და მინდოდა რომ კინო რეჟისორი გამხდარიყავი. ეს იყო ჩემი სურვილი. თუმცა იმ დროს სად იყო იმის შესაძლებლობა რომ იმ ბავშვობისას რაღაცა გადამეყო, რაღაცა გამეკეთებინა. დავიკავებდი ხოლმე რაღაც გამჭვირვალე საგანს. თითქოს ის იყო აპარატი, კინოაპარატი. მე ვიტანდი ხოლმე თვალებთან, გადავხედავდი და იმ ნაწარმოებებს ვიხსენებდი, იმ გმირებს, რომელიც ბიბლიოთეკაში მქონდა წაკითხული და მინდოდა ეს ყველაფერი გადამეტანა. გალში სახალხო თეატრი იყო. აქ მე-9 კლასიდან მონაწილეობდი სპექტაკლებში. მახსოვს ორი სპექტაკლი იყო, ახლა მნიშვნელობა არ აქვს რა სპექტაკლებია, თუმცა ვიხსენებ ამ ორი სპექტაკლის შემდეგ თვითონ დავაპირე გამეკეთებინა სპექტაკლი და ახალგაზრდული დასი ჩამოვაყარდი. და ეს დამქონდა რაიონებში, რა თქმა უნდა კულტურის სახლის ხელშეწყობით. მერე ზუგდიდის თეატრი. აქ იყო ბატონი საშა ეგუტია, მთელი ქალაქის სახე, ინტელიგენტი ადამიანი და მისი დამსახურებით და ზუგდიდის თეატრის დამსახურებით 2-3 წელი ვიყავი და შემდეგ თეატრალურ უნივერსიტეტში. ახლა არის უნივერსიტეტი, მაგრამ მაშინ იყო თეატრალური ინსტიტუტი. არჩევანი იყო სამსახიობოზე. და ჩემი პედაგოგი იყო ქალბატონი ზინა კვერენჩხელაძე. ყველამ ვიცით ქალბატონი ზინა როგორი მსახიობი იყო, დიდი მსახიობი იყო და ასევე საუკეთესო ადამიანი იყო, მართალი ადამიანი იყო და ამ სიმართლეს ჩვენ გვასწავლიდა თავის ეტიუდებში. ამის დასტურია ის საკურსო გამოცდა, რომელიც ჰქონდა ჩვენ. ბატონი მიშა თუმანიშვილი იყო ხელმძღვანელი და მახსოვს მაშინ როცა დამთავრდა ბატონი მიშა მოვიდა ჩემთან, შემაქო, მომილოცა. ამაზე დიდი არაფერი იყო მაშინ. ბატონი დათო კობახეძე იყო ის ადამიანი, რომლის მეშვეობითაც მოვხდი სოხუმის თეატრში. რაც ჩემი დიდი სურვილი იყო. იმიტომ რომ ჩემი მხარე იყო. თვითონ თეატრი გოგი ქავთარაძე იყო ხელმძღვანელი, საოცარი ხელმძღვანელი. ოქროს ხანა ასე დავარქვით, იმიტომ რომ მართლაც საოცრება იყო. თვითონ სოხუმი იყო საოცრება. რას არ ვიხსენება, არ ვიცი, რაღაც სხვანაირი იყო ყველაფერი, იქაური ყავა, ნაყინი, რა ვიცი, რამდენი რამე იყო, სუნი, ფერები, ზღვა, ფუნიკულიორიც იყო როგორც თბილისში, ისე სოხუმშიც.
იქ შესრულებული პირველი როლი, იცი როგორ მოხდა? იყო ბრალდება რობერტ სტურუას და გოგი ქავთარაძის ნაწერი რა, პიესა. და ძალიან საინტერესო გამოდგა, იმიტომ რომ ის ეხებოდა ახალგაზრდებს, მაშინდელ ყოფას. მოკლედ, სოხუმში ვითამაშე ფსკერზე, გორკის ფსკერზე, მსახიობს თამაშობდი. ზოოპარკში რა მოხდა? ჯერი, თოლია იყო. მე როდესაც ჩამოვედით თბილისში, დიდი კარი გაგვიყო თავის ბატონმა რობერტ სტურუამ. და სრულიად უსასყიდლოდ მოგცა მცირე სცენა. ბატონმა რობერტმა დადგა სპექტაკლი სრბოლა. სადაც ხლუდობს თამაშობდი. აი ეს დაუვიწყარი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ იქ რასაც აკეთებდა ბატონი რობიკო ფანტასტიკური იყო. მე ჩემშიც გაჯდა რაღაცები, გინდა თუ არა ძალაუნებება, ჩდება ხოლმე. შემდეგ იყო 4 წლიანი იძულებით გადაადგილება. სამწუხაროდ მოხდა ასე. მაგრამ ეს დრო არ დამეკარგავს ყველ უბრალოდ ნამდვილად, იმიტომ რომ ამ დროს მომეცა ფიქრის საშუალება, მაშინ გადავწყვიტე რომ რაღაცა ლექსებისთვის მიმემართა. აბა როგორ უნდა წამეკითხა ლექსები, აბა როგორ შეიძლება. ხო და იქ ბევრი რაღაცა აღმოვაჩინე. კიდევ მე დავხვდი. მე ვერ ყველაფერში დამაშობე. მე ზრდიდი ასეც უნდებს. მე უნერ გავდი ამ სახელმწიფოს ამის ზიზღს. მე მოსავლეთი ყოველდღე Troll da gdundes, es ქვეყანა რომ ამჯერ არც ერთ ადამიანს რომ არ დამასებია, რომ ყველა ნიჭიერკაც გზას უღობა და მხოლოდ ნიხნერებს გარეთრებს, დაღლითებს და დასკვერეზი, მე გავუჩი მოსკოვში, რომ მომეშორები და გაურებას ამიტომაც, მე უნდა დავხვიდო. სხვა საქართველოს სად არის დავდგი პიესა? მერტო რა გამიხარდა? მე რომ პატარობაში შეშლილივით მიყვარდა. გოლორის ექსპედია შესულება შეგრახა, განარგი ხარია ნაღვერდული შედახვა. სამარიდან წავოდი, თურქის გახსნა მეხონა, დაკარგული წავოდი, დამებრუნდა, მეგონა. მეორე იყო ორეული დოსტოევსკის, რომელიც ბატონ ავთოვარსიმაშვილთან თავისუფალ თეატრში დავდგი. მე დავდგი ფლორიან ზელერის ვაჟიშვილი, რომელიც ნამდვილად საჭირო როტოა, ეს ყოველთვის იარსებებს. რა თქმა უნდა, ცხოვრებისეული გამოცდილება დამეხმარა რეჟისორულ ამ სპექტაკლების განხორციელებაში. და ის განვლილი პერიოდი, რაც ქონდა, ეს თავისთავად არის, ეს აისახება ყოველთვის. შენ შეიძლება ვერ გზნობდე, მაგრამ უკვე ეს შენში არის ჩამჯდარი. მე კიდევ გავაკეთე სპექტაკლი იქ ჩვენთან, ესეც აფხაზეთზეა. ახლა რა ხდება იქ ჩვენთან? როცა რაღაცას ქმნი, ყოველთვის საინტერესოა, იმიტომ რომ ეძებ რაღაცას და როცა აღმოაჩენ, ამაზე საუკეთესო არაფერია. და ბოლოს ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ ვაკირდები ჩემს ცხოვრებას, ხო? მე ეხლა ვარ ახალგაზრდა, ის ბავშვი. იცით რატომ? მაშინ რა მქონდა, რა მინდოდა? თეატრი და კინო. მე გავყევი და ესე იგი ბავშვობისას რაც მოგინდება, ისი სურვილიც გაქვს, რაც ნაღდია, შემდეგ ეგ არის, ყველაფერი აისახება. აი ჩემ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში ასე მოხდა. თუმცა ეს მეორე კინო ჯერჯერობით თუმცა რაღაცა მაქვს ჩაფიქრებული. ეს საიდუმლო დავტოვება მას. თავიდან ხო მინდოდა სხვა სამყაროში ცხოვრება.
აი სხვა სამყარო არის აქ ჩვენთან არის თეატრი